თქვენ რა პარალელები გაგახსენდათ და რას უწინასწარ მეტყველებთ ამ ყრილობაზე შეკრებილ ადამიანებს? ნუ კი, თქვენ საკმაოდ საინტერესო მომენტზე გაამახვილეთ ყურადღებას ეს ბრეჟნევის ბოლო წლების ბრეჟნევის საუკეთესო ტრადიციებში მიდიოდა, ესე იგი მადლობები და დითი რამბები ერთი ბრძენი კაცის მიმართ, მაგრამ აქვე ძალიან საინტერესო იყო რაღაც ერთგვარად ღიმილის მომგვრელიც ამ გაუთავებელი deep state-ზე ლაპარაკით. სინამდვილეში ეს მეგობარი აქტი მათ დაიმსახურეს შარშან, როდესაც გლობალური ომის პარტია შეერთებულ შტატებს დაარქვეს როგორც სახელმწიფოს, როგორც იმდროინდელ ადმინისტრაციას, იმჟამინდელ ადმინისტრაციას და პრინციპულად არა აქვს მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, შეერთებული შტატების იმ პერიოდისთვის სამართალმემკვიდრედ თვლის თავს, ხო? როგორც ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები. შესაბამისად, გლობალურ ომის პარტიას რომ ეძახი და ესეთი ეპითეტებით ამკობ გაუთავებლად, მიიღებ ბჭყალებში საჩუქრად იმ მეგობარ აქტს, რომელიც ამათ დაიმსახურეს. ეხლა ამათ გონიათ, რომ გლობალურ ომის პარტიას ისე ხშირად აღარ ხმარობენ, პირდაპირ deep state-ზე გადავიდნენ და გონიათ ამით ვიღაცას მოატყუებენ. თითქოს ის ადამიანები, ვინც ეს გაიგო, მოისმინა და შემდეგ განხილვაზე გამოუტანა ესე ვთქვათ კენჭისყრითის განაჩენი, პრაქტიკულად 90% ქვედა პალატის წარმომადგენელთა სახლის იყო მომხრე მეგობარი აქტის, ხო? ერთგვარი სიგნალი უნდა ყოფილიყო ამ ადამიანებისთვის, მაგრამ აი თავისი ქოცური შიდა აუდიტორიის მომსახურება და მათი ზომბირება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ამ deep state-ით გონიათ იმათი გატყუებენ, რომ აი გლობალური ომის პარტიას ხო არ გეძახით და ეხლა ბედნიერები იყავით ამით და აქ ამათ ნუ უკვე არ ვიცი ერთგვარი კლინიკაა უკვე ეს ადამიანები ების ჯერათ რა deep state-ები, ტრამპი ებძვის deep state-ს რაღაცა ერთგვარ რაღაც ზღაპარში ჰარი პოტერებში ცხოვრობენ. მაგ შემთხვევაში ხო ეს პროპაგანდისტული საკვები საჭირო ავტორიტარული სისტემის უზრუნველყოფისთვის. შინაარზე კონცენტრირებაზე ხო არ ხარჯავ ჩვენ ზედმე დროს, როდესაც ივანიშვილს ფაქტობრივად უკვე ავტორიტარული სისტემა დამყარებული აქვს და მეც თავის პარტიაშიც უფრო შედარებით ადვილად და ეფექტურად მართვადი ვერტიკალი ჩამოაყალიბა, ხო? კობახიძის ზომბების სახით. ანუ მან გაიმყარა ეს პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კონიუნქტურა მთლიანად მისაწინააღმდეგოდ მოქმედებს ამ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ცვალებადი იყოს. ეს სისტემა, რა თქმა უნდა, არის უფრო მოუქნელი, ძალიან დიდი და მაღალი რისკების მატარებელი და კრიტიკულ სიტუაციებში ძალიან ცუდად მოქმედებს და ძალიან ცუდ შედეგებს დებს. მაგრამ ამას ჭირდება შესაბამისი გამოწვევა ქვეყნის შიგნიდან პოლიტიკურად სწორად ორგანიზებული. თორე აი ეს სტატიურად ეს ავტორიტარული სისტემა, რომელიც ახლაც არის, ხო, ყველაფერს აკონტროლებს, ყველა ინსტიტუტი მის ხელშია, ვისაც უნდა იჭერს, ვისაც უნდა რამდენ ჯარიმასაც ადებს, ძარცვავს ამ ხალხს, ცემს, კაციშვილი მომკითხავი პასუხის მათთვის არ არის, ესე შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს, მაგრამ ვერ გაგრძელდება თუ ადგილზე პასუხი მიიღო, რომ გარედან უკვე მიღებული აქვს. აი ამ ხრივ როგორია ხედვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვეყნის შიგნიდან ესე შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს, ბელორუსად გადავიქცეთ, შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდეს სიტუაცია და არ ვიცი, რაღაც ნაწილი იძულებული იქნება წავიდეს ქვეყნიდან, კორეასაც დავემზადოთ, დემოგრაფიული ჩანაცვლება მოხდეს, ინტერნეტიც გაგვითიშონ. რატომაც არა? რატომაც არა, ხო, ყველაფერი არის შესაძლებელი. სადაც თეატრები უნდა აგრძელონ იმის გამო, რომ შინაარსში რაღაც არ მოეწონონ, ვიღაცისთვის მოსაწონია, არ მოსაწონია, მაგრამ საერთოდ თეატრი რატომ უნდა იყოს? აი, მაგ ანალიზში აბსოლუტურად მოყვებით, რაღაც დაშვება შეიძლება, ალბათობა მაგისიც არსებობდეს, თუმცა მე არ მგონია, რომ მაღალი იყოს, არ ვიცი 5-დან 10%-მდე მერყეობდეს, რომ ისეთ სიბნელეში შევიდეთ და ისეთ ჩიხში აღმოგვაჩინოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ხალხმა არასდროს გაიღვიძოს და ბოლოს 6 თვის თავზე იქნება თუ 2 წლის არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა, მართლა ჩრდილოეთ კორეაში ამოვყოთ თავი, მაგრამ აი ხა ერთგვარად თავისთვის წაუგებელ თამაშს რო თამაშობენ, ხო ვატყობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მაინც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციები, იგივე პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც ეუბნებიან თავის ჭკუაში, რომ თავისი გადმოსახედიდან წაუგებელ თამაშს თამაშობენ, რომ თუ დასანქცირდებიან და ბოლომდე პრინციპულად დარჩება თავის პოზიციაზე, დღევანდელი ხელმძღვანელობა შეერთებული შტატების, მაშინ იტყვიან, რომ რა უქნათ დამარცხდა ტრამპი deep state-თან და თუ მათთვის სასარგებლოდ შემოbrunდა რაღაცა, აი ტრამპმა გაიმარჯვა. ეს
ეს არის მათი საკვები ამ გადმოსახედიდან ზუსტად ასე უყურებენ საკუთარ აუდიტორიას რა აჭამონ და რა პროპაგანდისტული ესე თქვა მასალა მიაწოდონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ყოველთვის ვამბობ, გარედან წამოვა, პასუხი ყოველთვის იქნება იმ განცხადებებზე, იმ თავდასხმებზე გლობალური ომის პარტიას რო ეძახის შენს პარტნიორებს შეერთებულ შტატებში და ევროპაში, სანქციებიც იქნება, შეზღუდვებიც კონკრეტული ინდივიდების მიმართ, მაგრამ თუ ქვეყნის შიგნით არ დასანქცირდნენ ესენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან რაღაც უბრალო უმრავლესობა როგორც პრაქტიკა აჩვენებს არ არის საკმარისი ხო აი რო შეკრიბავენ ხოლმე ხანდახან აი საპარლამენტო არჩევნებზე ან თუნდაც თბილისში აი ცოტათი ოპოზიციის ჯამი ცოტათი მეტი ხო იყო იმაზე რა ქვია ოცნების მხარდამჭერებს ეს არ არის საკმარისი აი ესეთ ავტოკრატიულ წესწყობილებაში როდესაც ფული პროპაგანდა დაშინების ინსტრუმენტები რობოკოპები სამართალდამცავები მართლმსაჯულება მთლიანად პროკურატურა ყველაფერი ამ ადამიანის ხელშია 1%-თან თუნდაც 3-4%-ით რო აჯობებ კონკრეტულ გეოგრაფიაში, თბილისი იქნება ეს თუ რომელიღაც რეგიონში, ან თუნდაც მთელ საქართველოში არ არის საკმარისი. უნდა მოუგო დიდი უმრავლესობით, დიდი უპირატესობით უნდა აჯობო 75, 80, 85%. აი ამ ხელა მასას, ამ ხელა მოცვა რო გექნება და შენი საპროტესტო ტალღა, აი ესეთი დიდი ცუნამის მსგავსი მასშტაბების რო იქნება, მაშინ იქნება გარდაუვალი წარმატება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ხშირად აგერ ბატონ პაატასთან არის ხოლმე შეკრებები ალბათონ პრეზიდენტთანაც მეხუთე პრეზიდენტთან, როდესაც საუბარია მეტ ხალხთან საუბარზე რუსთაველის პროსპექტი, რუსთაველზე რო აქცია მიმდინარეობს და არ შეწყვეტილა ძალიან კარგია, ყოველ საღამოს ქუჩა ისევ იკეტება, ხალხი მაინც გაბრაზებულია, არის თარიღები, როდესაც კვლავ 100,000 ადამიანი გამოდის გარეთ, მაგრამ უნდა გამოვიყვანოთ, უნდა ჩავრთოთ ამ საერთო საპროტესტო ტალღაში გაცილებით მეტი ადამიანი, უნდა ვესაუბროთ თბილისში, თბილის გარეთ რეგიონებში, სხვა ქალაქებში ყველგან ადამიანებს იმისათვის რომ დაინახონ ის პერსპექტივა, რაც მათ ელოდებათ, მათ ოჯახებს, მათ შვილებს იზოლაცია ჩვენ ვინ ამბობდა წინა საარჩევნოდ ან სიღარიბე იზოლაციაში, ან წარმატება და განვითარება და კეთილდღეობა ევროპაში. ჩვენი პარტია იყო ამაზე როდესაც საუბრობდა და სწორედ ამას წინასწარ მეტყოლებდით, რომ ვამბობდით თუ გაგრძელდება კოციზმი და 41 თუ გაიმარჯვებს მაშინ სიღარიბე იზოლაციაში არ აღწევდება. ეს ყველაფერი ციფრები, რაც მოყავთ ახლა და თავს იწონებენ ეკონომიკური ზრდით, არის მართლა აი ფუტლარი. ერთ შვენიერ დღეს აი იგივე ტრამპს როდესაც ვახსენებთ და როგორც კი დასრულდება ომი, სინამდვილეში მანქანების ტრანზიტზე რო დგას გასაგებია ავტომობილების ამერიკიდან იმპორტზე და შემდეგ რეექსპორტზე, მაგრამ ასევე რუსულ დერეფანზე დგას ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეალურად 200-300 სხვადასხვა კომპანია იგივე ამ კლანთან ასოცირებული ივანიშვილთან დაოცნებასთან ხეირობს, იღებს შემოსავალს, ეს აისახება ვალუტით. სხვა საქმე ვახსენოთ, რომ აი ბოლო მონაცემით პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში ნაყიდმა ბუნებრივი აირმა გადააჭარბა აზერბაიჯანიდან იმპორტირებულს. ყოველთვის პირიქით იყო მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში. გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული გადაწყვეტილების ნაწილი არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ არა ენერგეტიკულ ამოუკიდებლობას შევარდნაძით დაწყებული, შემდეგ სააკაშვილის და ხელს უწყობენ, ეხმარებიან, იმიტომ რომ იქიდან შემოუთვალეს, რომ ვალუტა გვაკლია, ფული გვაკლია, მოდი ჩვენგან ცოტა მეტი იყიდეთ და ამათმაც გაუწიეს ანგარიში და შეიძინეს მეტი გაზი. მაგრამ იმის გარდა რომ რუსეთს ტრანზიტით ემსახურებიან, უფრო დიდ დანაშაულსაც ჩადიან, მაგალითად რუსეთი სანქცირებულია ოქროს ექსპორტის ნაწილში, ხო? და ვერ გააქვს ვითომ ოქრო რუსეთიდან, რა თქმა უნდა გააქვს. შემოდის საქართველოში, ერტყმება ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და მიდის სოფლიო ბაზრებზე. აი ესეც სქემებში არიან ჩართულები და ამაზე აკეთებენ ფულს და ეს აისახება შემდეგ ჩვენ პატარა ეკონომიკაზე ეს რამდენიმე ათობით და ასობით მილიონი დოლარი საკმარისია იმისათვის, რომ ციფრებში ეკონომიკური ზრდა გაჩვენოს. ტყუილად არ უთქვამს, არ ვიცი, გამოსვლის დროს იყო თუ ორივეს უყურე ისე მოხდა დღეს, რომ შემდეგ ინტერვიუებსაც კობახიძის და სხვების თქვა, რომ ბოლო 4 წელია განსაკუთრებით სერიოზული ეკონომიკური ზრდა გვაქვსო. ხო და ეს ბოლო 4 წელი რატოა? სწორედ მაგიტო, რომ როდესაც რუსეთი მოიქცა იზოლაციაში, ეს ამხელა 140 მილიონიან ქვეყანას პატარა საქართველოს აქვს გამტარად, ფანჯარად დანარჩენ მსოფლიოსთან და ამაზე ეს ადამიანები შეულობენ ფულს. კიდევ ერთი манипуляციური მომენტი არის ფაქტორი პოსტკოვიდურ პერიოდზეა ლაპარაკი, როცა ყველაფერი განულდა, იმის შემდეგ ეკონომიკური ზრდა რო არ გეჩვენებინა, ამას სჭირდებოდა მოხერხება ზუსტად. ხო, გიო, მაგაზე შემოგედავებიან ის კოვიდის სხვების დაზიანდნენ, მაშინ იმათ რატო არ აქვს 9%-იანი ზრდა პოსტკოვიდურ პერიოდში და აქვთ ამ თვალსაზრისით არგუმენტები, მაგრამ დგანან აი ამ რუსეთის მსახურებაზე და ამ კონფლიქტიდან ხეირის მიღებაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რუსეთი რო სანქცირებულია ესენი
გამოუჩნდნენ დამხმარეებად და მეორე კოლ-ცენტრების ჰაბად გადაიქცა საქართველოს. სხვებს დებდნენ ხოლმე ბოლო წლების განმავლობაში ბრალს, მაგრამ ახლა თვითონ ააწყვეს გადასარევად სისტემა, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ჰაბი, ცენტრი ამ თაღლითობის და ხალხის ფინანსურად ძარცვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და რა თქმა უნდა, ეგ ფულიც აქ შემოდის, შემდეგ ილექება ეკონომიკაში, მიდიან ეს ადამიანები, ყიდულობენ ძვირფას მანქანებს, ბინებს და ასე შემდეგ. და თქვენ თქვით რომ შემდეგ კობახიძეს თავი მოაქვს ეკონომიკური ზრდით. პარტიულად მიგაჩნდა და მიგაჩნიათ რომ აი ამ ფრონტის გაერთიანება არის საჭირო და საერთო ძალისხმევით უფრო მეტი ძალის ჩვენება. ამის ერთ-ერთი მაგალითი იქნება თუნდაც 9 მაისის შემდეგ 26 მაისს. პარტიულად მონაწილეობთ ამ პროცესებში, თუნდაც საორგანიზაციო იქნება ეს თუ პარტიულად. მე ვიცი რომ მაგალითად გასულ წელს რო დიდი ანალოგიური შეკრება იყო ევროპის დღეს, პარტიებმა აირჩიეთ რაღაცა საწყისი წერტილები, საიდანაც მსვლელობები წარიმართა, ასე შემდეგ. თქვენ თუ გაქვთ ასეთი გეგმები? დიახ, პარტიულადაც მონაწილეობთ, ინდივიდუალურადაც ჩვენი მსვლელობის მარშრუტიც ვიცით. რესპუბლიკის მოედნიდან თუ არ ვცდები 4 მიმართულება არის, საიდანაც შემდეგ ბოლოს ყველა თავს მოიყრის ევროპის მოედანზე. ჩვენი მსვლელობის მიმართულება იქნება რესპუბლიკის მოედნიდან დავიდრე ბოლომდე 5 საათზე ვიკრიბებით, 9-ში საღამოს 17 საათზე, ასე რომ ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად ყველას იგებთ. მე ვიცი, ქალბატონი თინა იყო ცოტა ხნის ჩვენთან ეთერში და მან თქვა რომ თქვენი დელეგაცია მიემგზავრება შეერთებულ შტატებში. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ დაგეგმილ შეხვედრებზე, მიზნებზე და რასელით. დელეგაცია ხმამაღლა თქვენ თინა და მე მივემგზავრეთ. დიახ. დელეგაცია. კი ბატონო. პარტიის ლიდერები მიდიხართ. დიახ. და ჩვენ შეხვედრები გვექნება სხვათა შორის ისეთ დროს მოუწია, საინტერესო პერიოდია შეერთებულ შტატებშიც, როდესაც თქვათ ჰაუსსა და სენატს შორის არის ეს მეგობარი აქტი და ამ პროცედურებს გადის. ის საინტერესო დროს კი ჩადიხართ. საინტერესო დრო გამოდის. ჩვენ გვექნება როგორც საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეგრეთ წოდებულ think tank-ებთან, ეს NGO სექტორი ამერიკის თუ მას ასე არ უწოდებენ, როგორც წესი think tank-ებია, ისინი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენენ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ფორმირებაზე, იმიტომ რომ ისინი ღრმა ანალიზს აკეთებენ ყველა მიმართულებით, მათ შორის რა თქმა უნდა გეოპოლიტიკის თვალსაზრისით ამ ადამიანებთანაც გვექნება შეხვედრა, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ვეცდებით თქვენს მაქსიმალურად მოგაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია.